მოგესალმებით, მონოკარიკულა ტელეკომპანია პულსის ეთერშია. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო გადაცემების ციკლს. ჩვენ დღესაც შევეხებით ტრანსლაციურ მედიცინას და ხელოვნურ ინტელექტს და აი ამ ძალიან საინტერესო თემებზე საუბარს ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. დღეს მონაკარს ბატონი კახა ახვლედიანი სტუმრობს, ჩემი კოლეგა, ყველასათვის ალბათ ცნობილი უსაყვარლესი ექიმი. და მე მინდა მას მივესალმო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სტუდიაში სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ ნევროლოგიის კუთხით ჯერ ესე იგი ეს დეტალურად ამ თემაზე არ გვისაუბრია და ყველაზე გავრცელებული ხა ალბათ და ყველაზე სახიფათო პათოლოგია არის ინსულტი, რისაც ძალიან გვეშინია. ელვისებური განვითარებით, თქვათ შედეგზე ორიენტირებული მკურნალობით ასე შემდეგ და მე მინდა რომ ჩვენ აი ამ თემაში, რაც ვლაპარაკეთ ტრანსლაციური მედიცინა და ხელოვნური ინტელექტი როგორ შემოვიდა რა შეცვალა, ამაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მე მინდა მიესალმოთ ჩემს მაყურებელს. მიესალმებით მაყურებელს. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და ზოგადად აი ამ წამოწყებისთვის, აი ამის გაგრძელებისთვის, რასაც თქვენ უკვე აკეთებთ, უკვე დიდი ხანი აკეთებთ, როგორც ხედავთ და აი იმედია კიდე გააგრძელებთ, რომ აქტუალურ და ძალიან ესეთ ცხელ და მნიშვნელოვან საკითხებს ესეთ დამატებით ყურადღებას აქცევთ, ფოკუსზე და შეიძლება აქედან მერე საკმაოდ კარგი შედეგები მივიღოთ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა საკითხები არის პრობლემური, ჯობია ის სახელდარქმეული იყოს, როცა რაღაცა სახელს დაარქმევ, მერე იქ გადაჭრის გზასაც მონახავ, გადაწყვეტილებასაც სწორად მიიღებ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი წინ წაგწევს. ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ასეა, რომ მე მიყვარს ეს პრობლემას თან პროფესიონალებთან ერთად საღად და თანაც შედეგზე ორიენტირებულად განიხილ და რა სეირისთვის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომ ჩვენ ერთმანეთს უკარნახოთ ქცევის წესები და გავიდეთ იმ საერთაშორისო არენაზე, სადაც ეს წესები მეტად უფრო დაალაგებულია და ამოსულია, ვთქვათ, აი ეს უახლესი მიღწევები და კვლევები და მიგნებები, ვთქვათ, მედიცინაში, გამოსულია პრაქტიკაში, აი ეს გაზიარების შესაძლებლობა რო გქონდეს. რა საკვირველია, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს უნდა მოხდეს იმ მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით და ამავდროულად ფინანსურით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მაქსიმუმ შესაძლებლობით მაქსიმუმზე რომ გავიდეთ, თორე ახლა შეუძლებას ვერასოდეს ვერ გავაკეთებთ ჩვენ. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მოდი ხა დავიწყოთ რა არის ინსულტი საერთოდ და რა პათოლოგიაა ეს? ეხლა მარტო ჩვენი კოლეგები არ გვიყურებენ და მოდი ყველასთვის გამმართოთ. ინსულტი არის ისეთი დაავადება, რომელიც ყველა იცის, ყველას გაუგია ამის შესახებ, მაგრამ ბოლომდე ამოცნობილი და გაცნობიერებული შეიძლება ითქვას, რომ ყველას არ აქვს. პირველ რიგში გეტყვით, ახლა ესეთი მიღებული ფორმაა ეს ზოგადად პრობლემის დაყენების, რომ ინსულტი მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ფიგურები, პოლიტიკური ფიგურები, რომელსაც ყველა იცნობს. სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი. დიახ. მათ კაი გადამწყვეტი როლი შეასრულეს ხო, მსოფლიო პოლიტიკაში და ისტორიაში. სამივე გახდა ინსულტის მსხვერპლი. ეხლა ეს რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი გახდა ინსულტის მსხვერპლი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანები თავის ოჯახის წევრებისთვის თუ ვისაც უყვართ. ყველა ადამიანი ეს არის მაგალითო იმისთვის, რომ მიუხედავად სრული ძალაუფლების თუ სრული ასე ვთქვათ ხელმისაწვდომობის ამაღალი ხარისხის უზრუნველყოფის თუ იმის პირობებში ეს მაინც ხდება და ხდება სავალალოდ. ყოველთვის ესე იყო და ყველაზე ცუდი რამ უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის ესე იქნება. ანუ ჩვენ ყოველთვის ვეყოლება ინსულტით დაავადებული ხალხი. მიუხედავად მათი წარმომავლობის, მათი სოციოეკონომიკური სტატუსის, მათი ადამიანური თვისებების, ღირსებების და ამას აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები დღევანდელ ტერმინოლოგიაში მოიხსენება რისკ ფაქტორებად, ბევრი რისკ ფაქტორია, ერთი რისკ ფაქტორი და ორი რისკ ფაქტორი არ აქვს ამ დაავადებას. ამ რისკ ფაქტორებიდან ზოგიერთის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია და ამას ქვია მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორი, იქ რო სიგარეტი არ მოწიო, იქ რო წონა შეიძლება დაგვარად აკონტროლო, იქ ჯანსაღების და ბევრი მოძრაობის ცხოვრების სტილს მისდიო,
ამოიცნო დაავადებები, რომელსაც ამასთან კავშირი შეიძლება ქონდეს, ხო, როგორც არის ტრიგერი შეიძლება გახდეს ამის. ჰიპერტენზია, როგორც ქოლესტეროლი, დიაბეტი, წინაგუნთა ფიბრილაცია და ამოცნობის შემდეგ მე ამ დაავადების პრევენციული სანამ რამე მოგივა, სწორი მართვა და მკურნალობა, რასაც პირველადი პრევენცია. ეს გადის ყველაფერი მოდიფიცირებად რისკ ფაქტორებში და ჩვენ ვცდილობთ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ცვალოთ ეს ფაქტორები, მაგრამ არსებობს არამოდიფიცირებადი, ხო, არის ჩვენი გენეტიკა, წარმომავლობა, ასაკი, ეკოლოგია, ზოგჯერ პოლიტიკური გარემო, საკვები, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ეკოლოგიის თემა არის გლობალური პრობლემები, რომელზეც ხანდახან ხდება რაღაც ყურადღების გამახვილება იქ გლუტენზე, იქ რაღაცა პარაქვატზე, იქ რაღაცა კიდე მინარევებზე, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზეც ალბათ, ხო, თქვათ იგივე მძღიმებს რას ხმარობთ ჩვენგანაც მარიცის, როგორ ვიყენებთ რა რაოდენობით. ხო, ანუ არის ეს ფაქტორები, რომელზეც გავლენას ჩვენ ესე ადვილად არ შეგვიძლია, ამის განხილება არამოდიფიცირებად. აქედან გამომდინარე ინსულტი ყოველთვის იქნება არამოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების გამო, რომელსაც ჩვენ რაზეც გავლენას ვერ ვახდენთ. ან იმ მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების გამო, რომელსაც ჩვენ გავლენას არ ვახდენთ. კი ბატონო. სიგარეტის ყოლოს აწერია, რომ ეს მოწევა კლავს. რამდენი ადამიანი ანებებს მოწევას თავს, იმიტომ რომ ეს აწერია, ხო? არ არის ეს უმრავლესობა. ირიბი რეგულაციაა, ესე თქვა. არის რეგულაცია, ცოტა პასუხისმგებლობის არიდებით, მაგრამ ფაქტი ესაა, რომ ბევრი ადამიანი იცის, რომ ეს კლავს, მაგრამ მაინც ეწევა. ეწევა, ხო. იცის, რომ თქვათ, ფიზიკური აქტივობა საჭირო, მაგრამ ვერ მისდევს კვების, ალკოჰოლის ეკოლოგიის ფაქტორები, რაღაცა გამოგვდის, რაღაც არ გამოგვდის და ამის გამო დაავადება ყოველთვის იქნება. და რახან დაავადება ყოველთვის იქნება, აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანაში და ყველა ტერიტორიაზე იყოს ამ დაავადების დროული ამოცნობის და ამოცნობის შემდეგ დროული და სწორი რეაგირების სამსახურები, რაც უკვე ჯანდაცვის პრიორიტეტული ამოცანაა. პრიორიტეტულ ამოცანებში გადის ეს იმდენად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დონეზე, რომ ეხლა მე 35 წელია საქმიანობ სამედიცინო სფეროში და მე რომ დავიწყე საქმიანობა, ინსულტი ითვლებოდა მოურჩენელ დაავადებად და ესეც იყო. გადარჩება, არ გადარჩება, აი ესე რომ არის შემთხვევები, როცა გააჩნია ზომას მოცულობას, იქ დავშევა უკვე იცი, რომ ფორმები, საშუალო ფორმები, მძიმე ფორმები და ფატალური ფორმებიც, ხო, არის და ჩერჩილი არ ვახსენე. მაგრამ რატო ღეროში იყო ჩაქცევა თუ სად იყო ეს ისე? იცით, არსებობს ადგილები, სადაც ჩაქცევა თუ ისემიური დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ეს კიდე არ აუშავს. არის ადგილები, სადაც ეს იწვევს მდგრად უნარშეზღუდულობას, ხო? მეტყველების ფუნქციის მოშლით, პარალიზებით, უნარის მოკლედ დროში სიკვდილის შემთხვევაში ხო ზედად ესეთი უნარშეზღუდულობის პირობებში ასე თანამედროვე ტერმინია ცხოვრების ხარისხი. ნუ ითვლება, რომ ცხოვრების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ზოგჯერ ხდება მათ შორის ახლო წრეში ის განცდა, რომ ასე ცხოვრებას შეიძლება სიკვდილი ჯობდეს კიდევ. არ ჯობია ყველას თავის დრო აქვს, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, რომ დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ეს მნიშვნელოვანი უნარშეზღუდულობა, რომ აბსოლუტურად ძლიერი, დამოუკიდებელი და ძალიან პროდუქტიული ადამიანი შეიძლება გახდეს სრულად უნარო და აქეთ მუდმივად მოსავლელი. ნუ ასაჭირდება ოჯახის მობილიზაცია, სპეციალური სამსახურების შექმნა თუ ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შეიძლება ესე არ ყოფილიყო, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ინსულტი აღარ მოიაზრება უმკურნალებელ დაავადებად, განკურნებადი დაავადებაა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ჩვენ ამაზე ვისაუბროთ დღეს. რა შეიცვალა? ეს ხდებოდა აი ჩემს თვალწინ შეიძლება ითქვას, აი ამ ჩვენ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. მოხდა შეიძლება ითქვას სპეციალური გარღვევა მედიცინაში და ამისთვის დიდი მადლობა კარდიოლოგებს. კარდიოლოგებმა მოახდინეს გარღვევა მედიცინაში, რასაც სახელად დაერქვა რეკანალიზაცია,
ანუ სიზარღვის გამტარებლობის აღდგენა. ეს საოცრებაა. როდესაც ესე იგი უკვე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემდეგ ხდება გადაკეტილი დატრომბილი თქვათ ახლა სპაზმი ან თრომბი ან რაღაცა ისინი ამით იწყება როგორც სპაზმი შეიძლება მაგრამ ფაქტია ეს არის ოკლუზია ან სტენოზი ახლა სამედიცინო ტერმინებია დავიწროება ხალხესმის ესა ან ესე თქვათ ესე იგი ეს სტრატეგია რეკანალიზაციის სიზარღვის გახსნის მისი გამტარობის აღდგენის სტრატეგია რაც საფუძვლად უდევს და უკვე ყველა მიცეს ეს ტერმინი ხო კორონარული სტენტი შუნტი და აი ეს მიმართულება აღმოჩნდა რომ ორგანოს დაზიანება შეიძლება მნიშვნელოვანწილად შემცირდეს და ფუნქციის კარგოკიდე მნიშვნელოვანწილად აღდგეს აი ამ რეპერფუზიის ანუ სისხლის ნაკადების აღდგენის კვალ და კვალ. დღევანდელ დღეს ინფარქტი აღარ განიხილება მომაკვდინებელი პათოლოგიით. გარდაუვალი სიფილის აი ესეთ სიტუაციად. რაც იყო სანამ დაინერგა ეს ინტერვენციული სტრატეგიები. ხო? ყველა მიცის ეს უკვე საკმაოდ გათვისწინებულია მოსახლეობის ყველა ფენა, რომ დროული მიმართვით კიდევაც როცა განვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ადამიანი შეიძლება გადარჩეს და შემდეგ დაზიანებაც კუნთის არ იყოს ძალიან დიდი. დაზიანებაც არ იყოს გადარჩეს და მერე კიდე იცხოვროს დიდი ხანი ბედნიერი ცხოვრებით. ეს მიმართულება აიტაცეს მერე ნევროლოგიაშიც და აი ეს რეკანალიზაციის, სიზარღვის გამტარებლობის აღდგენის სტრატეგია აქაც დაინერგა. ბოლო 20-25 წელია ეს არ არის დიდი ხნის ამბავი. და შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ინსულტის ნიშნები და სიმპტომები დროული ჩარების შემთხვევაში შეიძლება აღდგეს. დაავადება აქა და განკურნებადი. მაგრამ გარკვეული პირობების კაცრი შესრულების შემთხვევაში. მოდი ხა დავიწყოთ მაშინ რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება და ამის გაჩენის შემდეგ როგორ უნდა იმოქმედოს. ეხლა როგორი მნიშვნელოვანი კითხვა დასვეთ ქალბატონ ვერიკო. ჩვენ რო შევხედოთ როგორ ვითარდება მედიცინა, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, რაც არის ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ეს ყველაფერი უფრო პირველ რიგში და თვალნათლივ ხდება. განვითარდა ინფრასტრუქტურა სამედიცინო, ანუ სამკურნალო დაწესებულებები და ჰოსპიტალები გახდა უფრო ეკიპირებული, კომპიუტერული ტომოგრაფებით, ლაბორატორიებით, მეტმა სამედიცინო პერსონალმა მიიღო სპეციალური განათლება ტრენინგის და გადამზადების სახით. და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ესე ვითარდება, უძრავად არ ხდება ეს ყველაფერი ვითარდება, ხანდახან იცვლება კონცეფციები, ამაზე ესე მოკლედ გეტყვით, მაგრამ რაღაცა ეტაპზე მივიდა ყველაფერი იქამდე, რომ დაავადება, ინსულტი ხდება სადღაცა სახლში, სადღაცა საცხოვრებელ ადგილზე, სადღაცა სამუშაო ადგილზე, ქუჩაშიც. ხო. და არა იქ სადაც არიან თავმოყრილი სამედიცინო განათლების მქონე ხალხი, ხო? შესაბამისად ეს დაავადება დროულად უნდა იყოს ამოცნობილი და დროულად უნდა იყოს მისამართებული სწორ ადგილზე. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ის გახდეს განკურნებადი. სხვა შემთხვევაში თუ დაგვიანდა იქ მოვიცადოთ, იქნება გაიაროს, მოდი ახლა წნევას დავწიოთ, აი ძველებური დაუწიოთ, როგორც არის ხოლმე ქუჩაში. ჩავაყოფინოთ, იქ რაღაცა წყურბელა დავასვათ. ეგ ძველი მეთოდები, ну, როგორ გითხრათ, იმ დროისთვის შეიძლება 19 საუკუნისთვის ადეკვატური იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში არ არის ადეკვატური, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ამის დროული ამოცნობა. და მე დროული რეაგირება. ამიტომ მოსახლეობის ინფორმირებულობა. და მოსახლეობის განათლება აი ამ fast მოდელზე, fast ინგლისური სიტყვა სწრაფი რეაგირებას ნიშნავს, მაგრამ ეს თან არის აბრევიატურა. როდესაც სახე, ხელი, მეტყველება, face, arm, speech უცბად იცვლება
და ქართულში არის ძალიან კარგი სიტყვები, რომელიც ყველას ესმის. ცოტა უხეში სიტყვებია ბოდიში, მაგრამ სახე მოექცა, ხელი წაერთვა, მეტყველება დაერღვა. ხო, აი ეს ყველაფერი ხალხს ესმის და თუ უცბად ხდება აი ამ სამი თვალსაჩინო გამოჩენა და მეოთხე თუ არის დრო, ანუ ეს უნდა მოხდეს უცბად. ეხლა ოდესღაც კი არა, ეხლა შარშანძინ, ეხლა შეიძლება ის სხვა თემა იყოს, ხო? ეს ნიშნავს, რომ აი ეხლა რაღაცა მოხდა და ამ სასწრაფოდ ჭირდება რეაგირება, შველა. და ამ ესე იგი ფასტის მოდელით ამოქმედებული გადაუდებელი სამსახურები, ხო, ევროპაშიც და ამერიკაშიც ხასიათდება ძალიან დიდი ეფექტურობით, რა ძალიან ბევრი ადამიანი მაშინაც კი, როდესაც ინსულტი ვითარდება და შეიძლება მძიმე ფორმაც მიიღოს, აქედან ჰეირობს, ხდება ფუნქციების აღდგენა და უბრუნდება ოჯახს და საზოგადოებას ჩვეულებრივი ცხოვრების ხარისხის მქონე პიროვნება. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ძალიან სწრაფად და ეფექტურად ხდება ეს ყველაფერი ძალიან მალევე, თუ არა და მაინც რო ვითარდება დაავადება, იმიტომ რომ სლოგანი დრო არის twin, ახლა შეუძლებელია რომ 5 წუთში მოხდე სტაციონარში, სადაც არის ყველა სერვისი ამოქმედებული. და ყოველ 5 წუთში და ყოველ 10 წუთში და ყოველ 1 საათში სიტუაცია უარესდება. იკარგება უჯრედები. სადა გვაქვს ჩვენ დასაკარგი ნევრალური უჯრედები, ხო? საზოგადოებაში. შესაბამისად, რაღაცა დეფიციტი მაინც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ აი ამ 20-25 წლის გამოცდილება მაჩვენა, რომ მაშინაც კი როცა დაავადება მაინც ვითარდება, დროული გახსნის და რეკანალიზაციის პირობებში გამოსავალი უკეთესია. 3 თვის შემდეგ. მოდი ასე ვთქვათ, მინიმალური ან მაქსიმალური დრო. ცნობილი ვადებია მაგ დროს 2-დან 3 თვემდე ფასდება აღდგენის ტემპი. ვიღაცას შეიძლება აი ეს ხარეობა, პარალიჩი და მეტყველების დარღვევა და თქვა სხვა ფუნქციის მოშლა აღუდგეს 2-3 კვირაში, ეს არის მსუბუქი ფორმის დაავადება. 2-3 თვეში ეს არის საშუალო სიმძიმის დაავადება, მეტყველება, მხედველობა, ბევრი ფუნქცია ახლა ნერვულ სისტემაზე თავისთვის, მოსწრებადო ბევრი ფუნქცია აქვს. ყველაზე თვალსაჩინო არის მაგ დროს მეტყველება მხარე, რასაც პარალიზებას ვეძახით, თვალსაჩინო, იმიტომ რომ მაგ დროს შეიძლება ხელი ვერ გამოიყენოს, ფეხი ვერ გამოიყენოს, ვერ გაიაროს და შესაბამისად ხდება სხვაზე დამოკიდებული, ხო? 2-3 თვეში თუ არის ალაგება საშუალო სიმძიმეა და 6 თვის განმავლობაში არის მოსალოდნელი, რომ თუნდაც მძიმე უნარშეზღუდულობა, თუნდაც სწორი ჩარევის შემთხვევაში. სწორი ამოცნობის, სწრაფი რეაგირების და შემდეგ უკვე რეაბილიტაციის სწორი დაგმირის პირობებში. კი ბატონო. ეხლა რა ხდება მსოფლიოში და ჩვენთან, ქალბატონო, ჩვენთან ტრადიციულად ნევროლოგიური მიმართულება იყო ძლიერი საბჭოთა პერიოდშიც და ამაში პეტრეს არაზჯიშვილს დიდი წვლილი, ისევე როგორც მე ხა ყველას ჩამოვთვლი. ძალიან ღირსეული წინაპრები ყავდა და მასწავლებლები. ნამდვილად. შემდეგ იყო რღვევა და კრიზისი ყველა მიმართულების, მათ შორის ჩვენთან. და ამ დროს კიდე გლობალურად აი ესეთი ცვლილებები ხდებოდა, ხო? და აი ამ ცვლილებების პირობებში ჩვენ რაღაცა პერიოდი ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა ეს 2000-იანების დასაწყისში, მიუხედავად ლოკალური მცდელობებისა, ეს სამსახური და ეს სერვისი არ არსებობდა ქვეყანაში. შესაძლებელი გახდა, მე ხა ყველას პატივს ვცემ, მაგრამ დაახლოებით აი შუა აზიის ზოგიერთი ქვეყნის დონეზე დავედით. მაგრამ შემდეგ ყველაფერს ამას ზოგჯერ ხოცი ცუც შეიძლება ზოგიერთი მარგებელია, კარგი. ამბობენ ხოლმე რომ სკერს რომ მიაგნებ, აი მე უკვე იწყება ზემოთ ამას. მე ესე მოხდა გარკვეული გააქტიურება
მე ხლა ამ ლაპარაკობ საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების და ინსულტის ასოციაციის ეგიდით, რომელშიც თანამონაწილეობ და ევროპის ინსულტის ორგანიზაციის კიდე გავლენის ქვეშ, რასაც ძალიან ცოტა ესეთი რომანტიულად ქვია ანგელოსთა ინიციატივა, Angels Initiative, რომ აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ცენტრალურ აზიის ქვეყნებში, ну რაღაცნაირად ეს წამოწიონ ეს თემა სტანდარტიზებულად იყოს იგივე მიმართულების, როგორც ეს უკვე მიაღწიეს ფეხიაობად თანამედროვე. გამოგვივიდა ჩვენ ეს გარკვეულწილად და რაც ყველაზე გასახარია, ამას აყვა ჩვენი სამინისტრო. ეს ძალიან კარგი, რომელმაც ეს აღიარა პრიორიტეტად და უკვე შარშანდელი სექტემბრიდან ამოქმედდა ქვეყნის მასშტაბით ეგრძლებული ორდონიანი სისტემა ჰოსპიტალური. ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი წინგანადგმული ნაბიჯია ნამდვილად. ძალიან წინგანადგმული ნაბიჯია და ამოქმედდა აგრეთვე რეაბილიტაციის პროგრამა, რაც აგრეთვე ძალიან წინგანადგმული ნაბიჯია და ყველაზე ძვირად ღირებული და მიუწვდომელი სერვისი იყო, რა თქმა უნდა, საშუალო ფენისთვისაც კი. და ნუ ამით ბევრი ადამიანი ბევრმა ისარგებლა და ბევრი ახლაც სარგებლობს. თუმცა სიცოცხლის ხარისხი გამიმეორებოდა. აქ არის გადარჩენილი სიცოცხლეები ერთია და აღდგენილი უნარები, აი სასიცოცხლო მაგას ვეძახით ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, ხო? აი სოციალურ ტვირთებს უხსნის სახელმწიფოსაც და ოჯახსაც. ეს არის ძალიან აი როგორ მოვლითაოს, ხო, იწმევ, იხდი, იბან, იკვებები, შეიკრა, გაიხადო ტვირთი არ ხარ სხვისთვისაც, მაგრამ როცა ადამიანს არ შეუძლია რომ შეიკრას და გაიხადოს და ვიღაცა უნდა შეუგრას და ვიღაცა უნდა გახადოს, ნუ ის ხდება ძალიან. იცი ბავშვებში ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ პატარებს უნდა მივხედოთ და ამას სიყვარულით ვაკეთებთ და ბავშვებში ეს კეთდება მომავლის დიდი იმედით. როცა თქვენ პატარას უვლით, აცმევთ, აჭმევთ ბანთ და კი ბატონო ის პატარა ჯერ არის საფრის კეთება, ეს კეთდება დიდი მომავლის იმედით, რომ აი ეს გაიზრდება და აქეთ მოგხედავს, ხო, რა სიყვარულიდებს ამაში და როცა ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება შეიძლება ოჯახის ბურჯი იყო და თვითონ გახდება ესეთი უნარშეზღუდული, იქ მომავლის იმედი აღარ არსებობს. მაგრამ სიყვარულია და ამას როგორ მიატოვება ადამიანის გაჭირვებაში, ხო, რასაკვირველია. ყველგან არის სიყვარული, ამიტომ არის მე ამ უნარშეზღუდული ადამიანის ცხოვრებას მე პირადად ყავდა დედასავით მიყვარდა რომელიც ნუ 4 წელი მყავდა სახლში აი ეს მოსავლელი და შეიძლება გარკვეულწილად ამ განაპირობა ჩემი აი ეს პროფესიული არჩევანი და საკმაოდ ბევრს ეხლა რეზიდენტები ავიყვანეთ ეხლა რეზიდენტის პროგრამაში ჩავერთეთ და ის რეზიდენტები რომელსაც აი ეს ოჯახიდან გამოყვანთ შეხება ქონიათ უფრო მონდომებულები არიან სხვანაირად არიან ისინი სენსიბილიზებული და შეიძლება ითქვას ჩემთვის ეს რაღაც სიტუაციებში გადამწყვეტი ყოფილა. ხანდახან აი პრობლემა რო გიხდება შენი ის რა ქვია გზის მაჩვენებელი. მიუღებლობის ცოტა სხვა დონე. მე არ მომფრე ეს ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორია, მაგრამ ჩემზე ამან ერთ-ერთი ბევრზე მოქმედებს რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც სხვა რამეა, იცით, როცა ეს აი ესე არის და უკეთ არ იქნება და ეს ხო ყველა მიცის და ამიტომ არის რომ საბოლოო ჯამში ეს სევდიანი ისტორიაა. კი, იქ სიყვარული არსად არ მიდის, მაგრამ როდესაც არა გაქვს მოვლის იმედი და პერსპექტივა, ნუ სევდიანი და ნუ პლუს კიდე შენ რო ხედავ რომ შენი საყვარელი ადამიანი იტვირთება შენს გამო. თვითონ ამის ცოცხ როგორია ხარ რომ შენ ხდები ტვირთი და ხოთა ეს ძალიან ძნელია რასაკვირველი. მე თუ მკითხავ აი ყველაზე უფრო რთული იმ ადამიანისთვისაც ვისაც ეს დაემართა. ძალიან ცუდად. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რაც შესაძლებელია, რეალისტურია, რომ იქნება ეს იყოს თავიდან არიდებული. კი ბატონო. ეხლა ჩვენ ნუ გარკვეულ რეზისტენტობას ვაწყდებით, იმიტომ რომ მაინც ხალხი ნუ არის თვითმკურნალობის ჯერ კიდე ძალიან დიდი ინერცია არის ჩვენ საზოგადოებაში. რაღაც პერიოდში ძალიან განვითარდა ოჯახის ექიმის სამსახური ინსტიტუტი, თუმცა შემდეგ ალბათ ნუ რაღაცა
ბევრი ბიუროკრატიული თუ რაღაცა იმების გამო პირველად ჯანდაცველი გასამართი გვაქვს. ეს თავიდან რაღაცა კარგად დაიწყო და რაღაც შეფერხებას ადგილი აქვს. ეს ინიციატივა მათ შორის ეს სამინისტროდან ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შემდეგ ამას ხო განხორციელება უნდა და განხორციელება ადვილია რომ ბრძანებაში ჩაიწეროს რომ 24/7-ზე უნდა იყოს კომპიუტერი ტომოგრაფი აუცილებელია. მიიღები განყოფილება არის აუცილებელია. ნევროლოგი რეგიონებში და რეგიონულ ჰოსპიტალებში ზოგან ნევროლოგი 24 საათი თითქოს ჩამოსათვლელი. ზოგან კი არა უმეტეს ადგილს ეს რეალურად შეუძლებელი. ეხლა ჩვენ მივიდეთ როგორც ვითარებაში, შეხედეთ რაღაც პერიოდი იყო შუა საუკუნეებში. არანაირი ინფრასტრუქტურა არ იყო და იყო თავიდან ბოლომდე ექიმის თუ ექნის თუ ინსტიტუტი რომელიც მეერბინა ყველგან. მე რაღაცა პერიოდში მოხდა განვითარება ინფრასტრუქტურის, გაჩნდა ამბულატორიები, კლინიკები. ეხლა ამბულატორია და კლინიკა, მათ შორის ეკიპირებული კლინიკა გვაქვს გარდაბანში, გვაქვს სამტრედიაში, ანუ ისეთ პატარა ქალაქებში, კი რეგიონალური ცენტრებია, პატარა ქალაქებია. სადაც ეს რაღაც 20 და 30 წლის წინ არ მოიაზრებოდა, რომ 24 საათის განმავლობაში კომპიუტერულ ტომოგრაფიას და გადაუდებელ სამსახურს მინდა გულის კარდიოლოგიურ კუთხით, მინდა ინსულტის კუთხით, აი ამ პატარა ქალაქებში, როდესმე ვინმე მიიღებდა. მაგრამ ეხლა ჩვენ შევეფეთეთ ისეთ პრობლემას, რომ აი ამ ტექნიკურ წინსვლას და პროგრესს, რაც საბოლოო ჯამში ფულის თემაა, იცით, თქვენ თუ ფინანსებით დააბანდეთ, იყიდით იმ დანადგარს, მოაწყობთ იმ შენობას, მაგრამ ადამიანური რესურსები ჭირს. ყველაზე მეტი დასაკურველია. ადამიანური რესურსები, მით უმეტეს ისეთ საქმიანობა, სადაც არის 24 საათი, 7 დღე. არ არის ამდენი ცალკე ადამიანური რესურსი და ცალკე კიდე კვალიფიციური რესურსი. მოდი ხა ისიც ვთქვათ, რომ იმ პატარა ქალაქებში, სადაც ეს ტექნიკურ რაღაც აღჭურვილობას, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, აღჭურვილობას, რადიოლოგიას, ლაბორატორიას და მოთავსებ, მაგრამ იმდენად იშვიათად შეიძლება შევიდეს, ვთქვათ, ესეთი გადავმართვა დაიფაროს, რომ იქ იმდენი დატვირთვა კონდეს იმას, როგორც აქვს, ვთქვათ, დიდ ქალაქებს. იქ კვალიფიკაციის შენარჩუნებაც ძნელია, მაღალ ხარისხის ხომეთია. ეს კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა არის ძნელია. მოგეხსენდება, ხალხი მიგრაცია ხდება, როდესაც უნარიანი და მაღალკვალიფიციურია სპეციალისტი, ხო? ეძებს მაღალ ანაზღაურებად სამსახურს. ეძებს მარტო ანაზღაურებისთვის არა, თვითგანვითარებისთვისაც. კი, რასაკვირველია. ცენტრისკენული ტენდენციებია და ადგილზე ეს ადამიანური რესურსების პრობლემა რჩება და მომავალში მე აი ახლა ამ წუთში მაგის გამოსავალს ვერ ხედავ. უნარიანი სპეციალისტები, რომლებიც ჩნდებიან რეგიონებში, რაღაცნაირად მაინც ცდილობენ ან თბილისში ჩამოსვლას, ანუ რომელიმე თუდით იქეთ ვთქვათ, დასავლეთისკენ უჭირავ თვალი, მე უნარიანს, ვისაც აქვს ქუთაისი, ბათუმი რაღაც მეტანგრად ვითარდება, მაგრამ ყველგან არა. ენების ცოდნა გააჩნია ინტელექტი. საჭიროც არის თანამედროვე მედიცინაში, ხო? ძალიან კარგია ამას ბევრი პოზიტივი შეება საბოლოო ძელვადიან იმაში მოყვეს თუ ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ რაც შეიძლება მეტ განახლებას და გამოცდილებას მათ შორის განვითარებული ინფრასტრუქტურის ქვეყნებში და მერე დაბრუნდებიან, მაგრამ ეს ხო ძალიან ესეთი შორეული პერსპექტივაა ჯერჯერობით. და ისუნდი შეიძლება ეხლა და დღეს და ხვალ მოუვიდეს რომელიმე ჩვენს თანა მოქალაქეს თუ ახლობელს. გენებად ახლობელს და კლიმატ შორეულს ადამიანის სიცოცხლე. კი ბატონო. აქვე სადაც ჭირდება ეხლა. და იმის გამო ადამიანური რესურსის პრობლემა ეხლა უფრო აქტუალურია ვიდრე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რომელიც უფრო მოგვარებადია. კი ბატონო. ძალიან იმედიანი თვალით უყურებ მე აი ამ საშუალებებს, რასაც ჩვენ გვაძლევს ტელეკომუნიკაციის და ხელოვნური ინტელექტის პროგრამების შემოსვლა ჩვენ საქმიანობაში. ყოველდღიურ საქმიანობაში და პროფესიულ საქმიანობაში მათ შორის. იმიტომ რომ ადამიანური რესურსების ადგილზე დეფიციტის პრობლემას ეს გარკვეულწილად შეიძლება აგვარებდეს. თანაც იმ შემთხვევებში, როცა დრო თამაშობს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, დრო არის ფაქტორი. იმიტომ რომ ის დრო,
აი 20 წლიანი მოდელი რომ უნდა წასულიყავი, ექიმი უნდა ჩაგესვა მანქანაში, უნდა გაგეყვანას, რაღაცა მე უნდა უკან დაგებრუნებინა. ხო, ეს უკვე აღარ არის საჭირო. მე უნდა წასულიყავის რაღაცეების შეგეგროვებინა. ამაზე იმდენი დრო იკარგებოდა, რომ ეს არნაირ ეფექტურობას არ შედეგი დამდგებოდა ცუდი და დღევანდელს როცა ყველას ამ ჯიბეში ვაქს ვიდეოკამერა კომუნიკაციური პროგრამები ხო როგორც არის აი ეს ჩვენი ტელეფონის ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას. ინტერნეტი გვაძლევს ამის საშუალებას. არსებობს სპეციალური სოფტები, პროგრამები, რომლებშიც უკვე ხელოვნური ინტელექტის ისინია ჩადებული და გეხმარება ეს გადაწყვეტილების მიღებაში, ხო? გითვლის რთულ მათემატიკურ განტოლებებს და გაძლევს მზა შედეგებს. ლამაზად შეიძლება შეგიფერადოს რუკა და თვალნათლივ გაჩვენოს რაღაცა მწვანე ზონა, წითელი ზონა. ეს ყველაფერი სამში მიმართულია სწორი გადაწყვეტილების გაადვილებისკენ და იმისკენ რომ ადგილზე ვინც არის შემსრულებელი, მას ეს ადამიანური ფაქტორი და შეცდომა და თუნდაც კვალიფიკაციის დეფიციტი არ აღმოჩნდეს ვიღაცის ბედის გადამწყვეტ ფაქტორად, ხო? კი ბატონო, დიახ. ამიტომ აი ამ მიმართულებით ძალიან ესეთი პოზიტიური ნაბიჯია წინ გადადგმული. მე ამას ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია და გარდაუვალი ჩანს, არ არის აქ ლაპარაკი არანაირ შეჯიბრზე, აქ არის ლაპარაკი, აი როგორც თავის დროზე თოხის ხმარება ვისწავლეთ, მერე გუთნის ხმარება, მერე ტრაქტორის ხმარება და რაღაც ვიფრინავში ვждებით ხანდახან. ინსტრუმენტია, რომლის სწორი გამოყენების შემთხვევაში იცი ერთი ადამიანის რო იხეირებს, ეს უკვე არის უდიდესი მთელი სამყაროა. მართლაც ეს თვითონ ეხლა ცოდნის არეალი ისე გაიზარდა და იმ ხელა გახდა, რომ ეხლა როგორც ოკეანეს ნავით ვერ გადაცურავ, ხო ფაქტია, შენ თვითონ ადამიანი უკვე იწყებ ფიქრს, რომ აი როგორ ააშენო გემი, რომთაც აი ამ ცოდნის ზღვაში იმოძრაო. ხო და ეს ერთ-ერთი გზა ამისი, ხო ესეა. შეუძლებელია რომ ყველგან გემი ავაშენოთ და აი ვიღაც ვინც ზის გემში, აი ნავიდან რაღაც ინფორმაციას აწუდის ამ ადამიანს და ეხლა ერთხელ კიდე ჩვენი მოსახლეობისთვის და მაყურებლისთვის გასაგები იყოს, ესე იგი ჩვენ თქვით რა ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე აქცენტი და მე ხა როგორც აი თქვა ამ შემთხვევაში მსმენელი გავიმეორებ თქვენს მიერ მოყოლილ ინფორმაციას, რომ ესე იგი უმნიშვნელოვანესია ის, რომ ჩვენ მე ამაზე არ გვისაუბრებ, მაგრამ მოდი აქედან დავიწყებ, რომ იმისათვის, რომ ესეთ შემთხვევები გადაუდებელი და ეს სარეაგირო იყოს ცოტა, ამისათვის საჭირო, რომ ჩვენ ქვეყანაში ის რაც ყველაზე დიდი გეპი გვაქვს, იყოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა აწყობილი. ჩემი ოცნება, ეხლა მე იაპონურ პროექტზე მუშაობ და ბოლო ჯერზე როცა მათთან ვიყავი, აი დიდი სადაცებულებები მინდა გითხრათ, ბატონო, ხა იხურება და ქსელში ემატება პირველადი ჯანდაცვის აი ჩეკაპის კლინიკები აქვს, რომელშიც პირდაპირ გაწერილია მოსახლეობის ყველა ასაკზე, ვინ წელიწადში რამდენჯერ უნდა მივიდეს და რა მოცულობის გამოკვლევა ჩაიტაროს. და თუ ისინი ამას იკეთებენ, ეხლა мотиваცია რო გავზარდოთ, ეხლა ჩვენ ექიმებს როგორ გვიჭირს, ხო იცით, გამოკვლევების სიარული, პირველი ჩვენ ვართ ყველაზე ცუდი პაციენტები. ხო აი ასეთ შემთხვევაში შენ გეუბნებია, რომ თუ შენ აქ მიდიხარ, ძალიან დიდ ტვირთს იღებს სახელმწიფო ყველა ასაკის ადამიანზე ფინანსური თვალსაზრისით და გიჭერს მხარს. შენ ჩაიტარე ყველაფერი, შენ იზრუნე შენ ჯანმრთელობაზე, იცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ ახარ მწეველი ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, როდესაც აწერს თქვა სადაწყო პოლისის სახელს, აი ასეთ შემთხვევაში ისინი ძალიან ბონუსს გაძლევს. ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ადამიანების მიეჩვევია, რომ მათი უფლება იყვნენ ჯანმრთელები და გამოიყენებენ იმ რესურსს, რაც გაგვაჩნია, ხა სკრინინგები გვაქვს დანერგილი და არ დადის ადამიანები, ხო? ძალიან საოცრებაა, მაგრამ ჩვენც ტყუილად რაღაც სოციალურ მარკეტინგს რაღაც ისე ვერ ვაწარმოებთ, რომ ესენი თქვა წამოვიდნენ, მაგრამ ეს ჩემი გადაცემა ამას ემსახურება და მინდა რომ თქვენ გვისმინოთ და ეს გაიზიაროთ, იმიტომ რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს ეს. ასეთ შემთხვევაში თქვა ის რაც ხელმისაწვდომი გვაქვს, უნდა ამაზე იზრუნო. ამის შემდეგ თუ მაინც მოხდა ისე რომ ან არ მივიდა, ან არ გაუფრთხილდა და ბოლოს უკვე არის დაავადება, რომელიც ნებისმიერი თქვენ გარჩევოთ ზანეთ სოციალური ფენის, ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერი ასაკის, სქესის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. აი ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია თქვენ იდეალურად დაახასიათეთ, რომ ტრიადა რომელიც ჩნდება, აი ამ დროს ყოველგვარი ყოყმანის და ფიქრის გარეშე გვაქვს ესე იგი სატრანსპორტო საშუალება და ადამიანის გადაადგილება შეიძლება მიყვავს უახლოეს სამედიცინო პუნქტში, იქ სადაც ვიცით რომ უახლოეს არეალში არსებობს
კონკრეტული რაღაც კვლევის მაღალ ტექნოლოგიური საშუალებები, რაც მრავლადაა დღევანდელ საქართველოში. და აი ამის შემდეგ იწყება რა? ეხლა უნდა გადავიდეთ უმნიშვნელო ეტაპზე. ხო, კი არ მიყავს, ვიზახებ სასტრაფოს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ სასტრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურების სასტრაფო ვეძახით. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდე დაკომპლექტებულია ექიმებით. ეს დიდი ფუფუნებას გარკვეულწილად, მაგრამ ხო იცით, ყველაფერს შეიძლება უკანა მედალს უკანა ის კონდეს კიდე. არის სიტუაცია, როცა არ უნდა იფიქროს, მოგიტოს ხოლმე გააქციოს. როცა ექიმი საბინაზე გამოძახებით, დიდ სამსახურს უწევს, სწორი რჩევის მიცემით, იქ, მაგრამ ეს არ არის ინსულტის თემა. ინსულტის თემა არის შეხედა და გამოაქციოს უნდა. აი ეს ფასტი თუ შეამჩნია, არაფერი არ უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რომ დაცოს ხელზე გადაიყვანოს. რაც შეიძლება მალე მიიყვანოს სწორ დაწესებულებაში. სწორი დაწესებულება მოდიშ მოხდით, ახლა კლინიკა შეიძლება ძალიან კარგი კლინიკა იყოს, ლამაზად გარემონტებული, ძალიან კარგი თანამშრომელი დაკომპლექტებული, მაშინ ამ კლინიკაში არ იყოს ინსულტის 24 საათიანი სამსახური ჯერ უნდა დანერგილოს. მაშინ სასწრაფო დახმარების მანქანას უნდა კონდეს უახლოესი ინსულტის მართვის ცენტრი სადაა. აპლიკაცია მანამდე ეს რეგულირდებოდა, სპონტანურად მე დისპეჩერული სამსახურებით, დღეს რაღაცნაირად მიღებული მოდელია, რომ ეს აპლიკაციები, რომლებიც აჩვენებენ ინსულტისთვის მზადყოფნაში მყოფ კლინიკებს. თან ეს კლინიკა უნდა იყოს გახსნილი და ესეთ მზად პაციენტის მისაღებად, სადაც აგრეთვე უნდა შედიოდეს შეტყობინება, რომ თქვენთან მოვდივართ და ისინი მზადყოფნაში უნდა ხვდებოდნენ პაციენტს. ესეთი ჩანაფიქრია. ჩვენთანაც არის ეს ჩანაფიქრი დანერგილი, თუმცა ეს გარკვეული პრობლემები არსებობს. ეხლა თუ დააკვირდებით საავადმყოფო ჰოსპიტალები ჩვენს ქალაქში არ არის გეოგრაფიული დაფარვის გეგმით განლაგებული, ხო? არის ადგილები, ხო, ხუთი ერთ-ერთა ქუჩაზე, აიგივე ვთქვათ, სადაც ეს ბევრი კლინიკა არის. მაგრამ ცენტრალურ ნაწილში არ ეკვეპა. დაპირწოდო აღიარებული ჯობია ერთმანეთთან, არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში მყოფი ურთიერთობებით კლინიკები. ისე არ არის ერთი მეორეს ქსელურ დახმარებას ან რაღაცა ერთ საქმეს რაღაცნაირად გებოდნენ. და ნუ ხა მაგ დროს ზოგჯერ აი გაგიკვირდება კიდევაც სასტრაფო რომელსაც იცის რომ სწრაფად უნდა წაიყვანოს პაციენტი და ფიქრობს საწაიყვანოს. თქვათ რუბლიანას ქუჩა, აი როგორ უნდა არჩიო იმ კლინიკებს შორის, სად უნდა მიიყვანო, ხო? შეუძლებელია მან ამ მაშინ ვიღაცა იცნობდე, რაღაცა გარიგებაში იყო, ან უნდა არსებობდეს გამართული აი ეს აპლიკაცია და ეხლანდელი აპლიკაციები, ნუ ალბათ დახვეწას საჭიროებს, მაგრამ მეტნაკლებად ეს დანერგილია და მაგიტომ აი რაღაცა სწორი მიმართულებით სვლა ჩვენს ქვეყანაში დაწყებულია და იმედი მაქვს რომ გასწორდება. ისიც რა არის გასამართი, მე ვიძახი ხოლმე, რომ ვთქვათ, შენ გაქვს ჩემ შემთხვევაში, ვთქვათ, გადაუდებელი დახმარებისთვის სჭირდება რეანიმაციული ან ორსულის ველოგინის აწოლი, ან ვთქვათ, ნეონატალური. სულ ვიხვეწები, რომ იყოს ელექტრონული ჟუქა, რომელიც ედება გადაუდებელი დახმარების სამსახურს და ვიცოდეს სად მაქვს მინიჭებული დონე და ჩემთვის აღიარებულია სანდოობით ეს კლინიკა და რამდენი საწოლი მაქვს თავისუფალი. არანაირი შეთანხმება. პირდაპირ მინათებს რომ იქ არის საწოლი და შენ უნდა იყო მზად რომ მიიღო ეს პაციენტი. გირეკავ და მოვდივარ. ეხვეწები რომ მიიღე, კარი გამიღე, არ გამიღე, ჯერჯერობით ეს შენარჩუნებულია. ნამდვილად ჩემ სფეროში ციგრდება. ეხლა რა ხდება, ეცით ამის ჯერჯერობით შენარჩუნება. აპლიკაცია არსებობს და დაგეგმილია. მით უმეტეს რომ ჩვენ ქვეყანაში კი არა, უკვე კარგად ამუშავებულია ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში და ყველგან თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ხო? ეხლა სპეციფიკა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ეხლა თქვენ რო აიღოთ დუბაი, სადაც არის შეიძლება ორი გაჩერების ფარგლებში დიდი ცენტრები იყოს ბევრი ჩალაგებული. და არის ტრამალი იმაში ავსტრალიაში და ამერიკაში კიდე. იქ ერთნაირი მოდელი ვერ იმუშავებს. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაშიც არის თავისი სპეციფიკა, ხო? რელიეფის გათვალისწინებით. ეს შენია საწყობი, ამას ვერავინ გიკარნახებს გარედან. ამიტომ აი ეს აიღო და რომელიღაც ქვეყნის მოდელი გამოიყო ფორმატში. ძალიან რაღაცა არის ადგილზე ადაპტირებადი. მაგრამ ამას აქვს კიდე, მეორე მედლის მხარე.
მათ შორის ხა პირდაპირ მაგალითს გეტყვით, ხო, სასწრაფო, როდესაც ხელმძღვანელობს ამ აპლიკაციით, ხო? მას შეიძლება მისდიოდეს ინფორმაცია, რომ კლინიკას დახურული აქვს მიღება. მაგალითად, იმიტომ რომ რეანიმაციული საწოლები არის სავსე. ხა მაგალითად შეიძლება ინსულტის საწოლები არ იყოს დაკავებული, მაგრამ იმის გამო რომ რეანიმაციული საწოლებია დაკავებული. ვაიდე დაჭირდეს გეუბნებიან, პასუხობენ ეს სხვათა შორის. თუ დაჭირდეს აპარატი, მიარავა აპარატი. ხო, თქმა რომ უნდა მაგ დროს მიღება გააჩერო, ხო? ეხლა მიღება აქ გაჩერებულია, ის მერე ირჩევს კლინიკას, სადაც მიღება არ არის გაჩერებული. ამ დროს ეს შეიძლება ხდებოდეს, ცოცხალი მაგალითია, რომ პაციენტ, ვისაც ინსულტი მოუვიდა, ვაჟი-ფშაველას გამზირზე ცხოვრობს, საიდანაც ერთ-ერთი კარგად ამუშავებული ინსულტის კლინიკა თვალით ჩანს. უთხრა რომ წაგიყვან მაშინ დილის მასივის ან სამაზარაგულთან. არა, ესე წაიყვანეს, იმიტომ რომ აი ამ აპლიკაციას რა ვქნა, აქ ეს მიღება არ არის, თუ ანუ ჩვენ მივდივართ ეკამდე რომ აი ამ ფასტის შემთხვევაში უნდა იცოდეს სასწრაფოდ რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. პირველი დახმარებისთვის თუ მას აქვს რაღაცა რესურსი, აპარატი არ არის ლაპარაკი, ჩვენ გვინდა დიახ. დიახ. ბევრს ვიცნობ, ვინც მუშაობს ახლა გადაუდებელ სამსახურში და უდიდეს პატივს ვცემ, აი მართლა ძალიან რთული სამუშაო. მithumetes შეხედეთ, მიდიხართ სახლში ბინაზე, ძალიან ხშირად ეს არის ახლა ჩვენი კორპუსები გინდა ძველი და გინდა ახალი ჩამოყვანა პაციენტის შეუძლებელია გათვლილი რაღაც გადაუდებელ დახმარებაზე საერთოდ ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიბეები რამდენჯერ მქონია ეს შემთხვევა შვედეთი ეს არის უმაღლესი სტანდარტების ამბიცია და სკანდინავია საერთოდ როდესაც პაციენტი ეწერება სახლში მას მიყვებია სახლში სოციალური სამსახური მიყვება იმისთვის რომ კიბე და ჩამოსასვლელი და ლიფტი შეამოწმოს როგორ მუშაობს და ადაპტირება გაუკეთონ თუნდაც ეს ეთლით და პოსტსუკეთებელს გადაადგილებისთვის ხო და ჩვენთან ყოფილა შემთხვევა რომ სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახური ადგილზე გაჩენილა 7 წუთში ძალიან ეფექტურად მაგრამ მე მძიმე კონტინგენტია არა მძიმეც არასოდეს არ ჩამოუყანეთ მე მომსწრევა რამისი მასკად მაშველებს ელოდნენ მაშველებს 2 საათი დრო იკარგება დაიკარგა ის დრო იმიტომ მაშველი არ არის გადაუდებელი დახმარება იმან ანუ დავიწყოთ იმით რომ ესე იგი პირველი რაც ჩვენ ახლა მოსაწესრიგებლად ახალი შენობები მაინც რა ჩენდება იქ იყოს გათვალისწინებული გადაუდებელი დახმარების პანდუსი მე ხა როდესაც დაწესებულებას დონეს ვანიჭებდი სხვათა შორის თქვენ ტერიტორიაზე ერთ-ერთ დაწესებულებას ერთხელ უთხარი დირექტორს რომ პანდუსი მაჩვენა ესეთი ვერტიკალური და მithon გამოიტანეთ საკაცე მე ვთქვი და თქვენ დაწეკით ახლა ამაზე მეთქე და ჩამოგიყვანოთ თქვენმა პერსონალმა არ შეიძლება ამის გაკეთება სხვა შორის ძალიან გაუყვირდა მაგრამ უთხარი დაწეკით ახლა თქვენ ჯანმრთელი მე ვთქვი კარგად მოეჭიდეთ მე ვთქვი იმას საკაცეს და ჩამოგიყვანოთ მე ვთქვი ამ პანდუსზე და რასაკვირველია ვერ ჩამოიყვანა ესე მოჩვენებითად უნდა იყოს დაახრის კუთხე სიმაღლე როგორ გაივლის ასე შემდეგ რეალურად გამოყენებადი გამოსაყენებელი უნდა იყოს შემდეგ უნდა იყოს აი ნუ ისე ბევრს ვიცნობ და ვისაც ვიცნობ პირდაპირ ვეუბნება პაციენტზე ვიფიქრობ რა მაგას ეს დიდი ადამიანური დახმარებაა რომ ზუსტად ესეთი შემთხვევები მქონდა დეიდა ჩემს ზუსტად ერთ საათი მინიმუმ დაჭირდება გზას და იქ ყველანაირი შანსი დაიგა მაგას ჯობია ისე ყოფილა ფორს მაჟორს ეძახიან როცა დახურულ მიღრებაზეც მოუყვანია აი გაგიკვირდება კახა და დეიდა ჩემის განაყვანის დროს გადაყვავდა ნიუ ჰოსპიტალში დეიდა ჩემი ვადოსთა და სხვა შორის და ესე იგი აი ჩვენ ჩამოვიყვანეთ და ისიც მახსოვს რომ ისე მოხდა რომ ქალები ვიყავით სულ სახლში ეს მომენტალურად დადგა ესე იგი ეს ინსულტი და აი გული მწყდება იმაზე რომ არც ერთმა ჩვენმა კოლეგამ არც მძღოლმა და არც ექიმ მამაკაცი იყო ერთი და ქალბატონი იცით როგორ გვიყურებდა რომ აი ჩვენ ძლივს შევსვით მაშინ რა ქვია სასწრაფო დახმარების მანქანაში და არ გაინცრა ეს ჩემი საქმე არ არისო ეხლა მესმის რომ ნამდვილად ექიმი უფრთხილდება თავის თავს მომდენო გამოძახება ის მაგრამ აი როცა იცი რომ წამებს და წუთებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ მაშველიც ამწევის და ყველაფერი რაც ღონე გამაჩნია ამის როგორ დავზოგავთ ნებისმიერ ადამიანისთვის ეს წარმომადგენელი ეგ არის უკვე ადამიანობის
ხო, სამწუხაროდ მახსოვს ეს მწარი გამოცდილება, ლიფტი არ იყო იმისათვის მზად, რომ საკაცით შეგეყვანა ადამიანი, ვერ ჯდებოდა სავარძელზე. ნუ ბევრი პრობლემა გვაქვს. ამიტომ ეს ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რასაც ჩვენ ასევე ვტოვებთ როგორც სიკეთის, ასე ვთქვათ, მომტანი და თქმელი და მკარნახებელი, ამ აქტიური მშენებლობის დროს, ეხლა მაინც თანამედროვე შენობებში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ აუცილებლად უნდა იყოს ესე იგი სერვისის გაწევის საშუალება. და ძველშიც კიდე გარკვეული ადაპტირება და გადაკეთება თუ შვედეთში არის შესაძლებელი, აქ თუ არ შეიძლება. ძველშიც უნდა გადაკეთდეს, გეთახმებით ყველას ხო ვერ დავანგრევთ, ეხლა ძველშიც უნდა მოვიფიქროთ რაღაცა. ეხლა მე მინდა ყველაზე მნიშვნელოვანთან მივედით. მოკლედ მოვაგვარეთ ის რომ მიუხვდნენ უკვე ფასტის სინდრომები, ასე ვთქვათ, მივაწოდეთ მოსახლეობას, მოხდა ისე რომ კლინიკაც ავარჩიეთ და აი მოხდა კლინიკაში სადაც, ვთქვათ, ეხლა წავიდეთ, მაგალითად აი მოხდა ზუსტად ლაგოდეხის რომელიმე კლინიკაში, ან ვთქვათ მოხდა ავიღოთ სადაც გნებათ, აი მაშინ რა ქვია, სამტრედიაში, ან სადღაც შორს და მოხდა კლინიკაში, სადაც არის ინსულტის, ვთქვათ, პირველი დახმარების ცენტრი, მაგრამ კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც უცებ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს მოკლე დროში, ჭირდება კარნახი. აი რა საშუალება გაჩნდა? კვალიფიციური სპეციალისტი, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ხშირად ხდება ადრედილის საათებში, ღამე, ანუ ისეთი დრო, რომელიც სამუშაო დროთ არ მოიაზრება და აი იმ წუთში იქ ადგილზე შეიძლება არ იყოს ეხა არის რაღაცა, რომლის გარეშე შეუძლებელია ამ სამსახურის მუშაობა და ვინ არის ეს, ვინ უნდა იყოს გაუწევთ? ეს რაღაცა, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელია, ეს არის პირველი დანადგარი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ზუსტად 4 წუთში კერას გეტყვის. მიმართულებას გაძლევს. კი ბატონო. იმიტომ სისჩაქცევა ჩანს ეგრევე, შემიური ინფარქტი ეგრევე არ ჩანს, მაგრამ სისჩაქცევა როცა ჩანს, იმას ეგრევე ხვდები, როცა სისჩაქცევა არ ჩანს, ის არ არის და უკვე ვარაუდობ შემიური ინფარქტს, იმიტომ რომ არის კლინიკური სიმპტომები. ანუ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, რომ ისემიური ინფარქტის, ისემიური ინსულტის დროს შეიძლება ამ დაგვარი დახმარების აღმოჩენა. ისემიური ინსულტის დროს კურნალობა არსებობს. არსება. ეს არის. და რა წელი აი ინსულტებში ისემიური წელი. 80%-ია. არის ისემიური. ყოველი 10 შემთხვევიდან 8 არის ისემიური ინსულტი. იმ ყოველი 8 შემთხვევიდან ნუ ესე იგი ეს არ ვიცი. უხეშად 9 4 არის დიდი სიზარღვის დახშობის ტრომბით ან დავიწროების გამო შედეგი და ის არის გამოსწორებადი. პირველ 4 საათ 9-ში. 4 საათი რამხელა დროს გაძლევს ესე იგი თან. ძალიან ცოტა დრო არის, იცით, თუ ჩათვლით, რომ საერთაშორისო სტანდარტებით 1 საათი ითვლება კარგ დროდ ჰოსპიტალში შესასვლელად, კარგ დროდ ითვლება. იქ ხო ბევრი რაღაცა არის. უნდა მოვიდეს დახმარების სამსახური, უნდა ამოიცნოს ეს, უნდა მერე გადაგიყვანოთ, იქ დისტანციებია, იქ ტრაფიკია, იქ ლიფტები და პამბუსები. მე ვფიქრობ, ქალაქებში უფრო ძნელია ეს, მაგრამ სოფლებში უფრო მიარბენია. ერთ საათში თუ ეს მოგვარდა, ნუ საერთაშორისო სტანდარტებით ითვლება კარგად. მერე არის დიაგნოსტიკის ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი, აი თავის კომპიუტერული ტომოგრაფიით, თავისი კლინიკური შეფასებით, უკუჩვენების და ჩვენებების აწონვა დაწონით და გადაწყვეტილების მიღებით, ამაზეც ნუ სტანდარტულად ითვლება, რომ 1 საათში თუ მოახერხე, კარგად მუშაობს. დიახ. სულ არ არის ბევრი დრო, იცით, ეგ დრო აი ძალიან სწრაფად გადის და ნუ აი მე მაინც მეგონა რომ ეს დრო ძალიან ცოტა იყო და საერთო ჯამში გაქვს 4 საათი ნახევარი მაქსიმალური, მეც ვეღარ ჩაერევი იმის იქ. დაავადების განვითარებიდან, რომელიც ხშირად ჩვენ არ ვიცით როდის განვითარდება და ეს დრო უნდა დავთვალოთ, ბოლოს რო ვნახეთ, კარგ მდგომარეობაში იქიდან. დიახ. ან გამოვიყენოთ ამ თერაპიული ფანჯარა ქვია მაგას, ამის გახანგრძლივების მეთოდები. ეს გახანგრძლივების მეთოდები უკვე მაღალ ტექნოლოგიებთან მივყავართ, ხო? ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით, ეს არის სპეციალური პერფუზიული პროგრამებით, რომელიც აი ძალიან იშვიათობაა ხო მაინც. ისე ფართოდ ვერ დანერგა. კი ბატონო. მერე? მაგრამ იგივე აი ამ რეგიონალურ ჰოსპიტალების დონეზე სადაც არის კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელი პირობა. დიახ. და მიმღების emergencies გამართული მუშაობა აუცილებელი პირობა. ნევროლოგიის სამსახური წესით აუცილებელი პირობა არის, რომ 24 საათი იქ იყოს ნევროლოგმა. ეს შეუძლებელი გამოდის. ახალგაზრდები უნდა გავზარდოთ.
უნდა გავზარდოთ, მაგრამ შეუძლებელი გამოდის. იცით, აი, პერიფერიაზე მუშაობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს და უნდა მივხვდნენ ამას. ახლა ეგ კონტომერიკო. ყველგან არის. და აქ ტერიტორიებს ქვია underserved, ანუ არასაკმარისად მომარაგებული ჰოსპიტალები, მაგრამ აი ამ ადამიანურ რესურსის დეფიციტს ზუსტად რომ შეიძლება ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, იგივე ტოლფასება ვერ იყოს, მაგრამ ნაწილობრივ ანაცვლებდეს დისტანციური კომუნიკაცია და ტელეინსულტი ქვია მაგას. ტელემედიცინა. თავისი ხელოვნური ინტელექტის ჩანართებით. ეხლა ხელოვნური ინტელექტის პროგრამები მათ თქვენ შეიძლება აი ამ რადიოლოგიური დასკვნის ძალიანაც სარწმუნო ინტერპრეტაცია გაიგეთო, რომელიც საკმარისია იმ წუთში გადაწყვეტილების მისაღებად. და ეს არის დიდი გამოსავალი. ეს ძალიან დიდი გამოსავალია. ეხლა რას კარნახობს ეხლა დისტანციურად? აი მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ეხლა ჩვენ გავაკეთოთ ესეთი შედარება. დიახ. და მიხვდებით რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. აუცილებლად მინდა თქვა კატალონიის მაგალითი. 2018 წელს აი ეს რო იყო პანდემია, იქამდე პერიოდში გამოქვეყნდა ძალიან ესეთ მაღალი კატეგორიის ჟურნალში ამ კვლევის შედეგი. კატალონია ეს არის ესპანეთის პროვინცია, რომელსაც ძალიან ბევრი ანალოგია აქვს საქართველოსთან. იციან ფეხბურთის მოყვარულებისთვის ეს ცნობილი. მოყვარულებმა ეს იციან. არის როგორი თავკომბალა არის ის დიდი ბარსელონა და მერე იქ არის პატარა ქალაქები. ღვინის კულტურა აქვს ჩვენი რა განვითარებული, თუმცა ჩვენსავით არა აქვს. აი ინსულტის კულტურა აქვს განვითარებული ბევრად უკეთ ვიდრე ჩვენ. და კვლევა ჩაატარეს რაზე? ახლა ნუ წარმოიდგინეთ დათვალეს რომ 1,300,000 მოსახლე შეადარეთ. ეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ ადეკვატური ტოლფასია. რჩებოდა აი ამ სპეციალიზებული სამსახურების დაფარვის გარეშე რეგიონებში. დააწესეს ეს ტელეინსულტის პროგრამა, როდესაც ადგილზე არ არის ნევროლოგი, მაგრამ არის შემსრულებელი მიმღების არის პერსონალი და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც არის დიაგნოსტიკის აუცილებელი და დააწესეს აი ეს ტელეინსულტის პროგრამა. სამსახური, რომელიც შეიძლება მიმოძღავს ჩვენს კატასტროფის სამსახურს, სადაც აი თავისი მორიგე ყოველდღიურად მორიგეობს, იცის რომ მასშება დაურეკონ და აი ამ ტელეკომუნიკაციების მეთოდებით, ინფორმაციის გასვლა გამოცვლით ადგილზე ხდებოდა ეს პირველადი ინტერვენციები, როგორც არის ინტრავენური ტრომბოლიზი, სპეციალური რაღაცა შეფასება, გამოკვლევა სიზარღვების დამტარებლობაზე და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა ცენტრებში უკვე, ოპერაციის დასაკეთებლად. ეს პირველად ჩარევა უმოხდარია. პირველად ჩარევა და უმთავრესი და უადვილესი არის ტრომბოლიზის, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ვედური ინფუზია, რომელსაც არ ჭირდება სპეციალისტი, ინტერვენციონალისტი, დიდი ლაბორატორია და რაღაცა ჭირდება. მაგრამ შემდგომ პერიოდში მეთვალყურებისთვის აუცილებლად ჭირდება საუკეთესო რიგებში გადაყვანა. იქვე შეიძლება იქ გადასხმის პროცესში პაციენტი გამოგიჯამრთელდეს. უი, რას ბრძანებთ? იცით, ვინც ეს თუ დროში ჩაეტევა. ერთი კვირის წინ გურჯაანის თანამშრომელმა გურჯაანი. დიახ. ხაზი გაუსვამ რატომ? მნიშვნელოვანი ქალაქი არის საქართველოში. გასაკვირველია. სადაც ინსულტი რომ მოგივა, იქვე უნდა მიხედა, ხო? ძალიან ბედნიერმა დამირეკა. ესეთი შედეგი თუ შეიძლება ქონოდეს მკურნალობას, არ წარმომედგინა. ანუ თქვენ ჩარევა არ დაჭირვებია ადგილზე? იქ ტრენინგიც გავაკეთე და ტელესაშუალებებს ვიღებ. ან თქვენ ხაზზე იყავით, ოც ეხმარებოდა? უშუალო გადაწყვეტილების მიღებაში. გზადაგზა ეხმარებოდეთ. იცით, ხო, ნევროლოგი დისტანციურად მაინც უნდა იყოს ჩართული, ეგ აუცილებელი პირობაა. და ეგრეც იყო, ადგილზე ჩაერთო იქ აუდიტი და უკვე მე ძალიან ამაყაც შემიძლია თქვა, რომ ადგილზე ეს გამოცდილება რომ მოდის, ისე კარგად ასრულებენ, რომ აღარ ჭირდებათ ეს უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის კარნახის აი ნაბიჯებს და ჯერ კიდევ უყურებთ თქვენ, ესე იგი, როდის როგორ ინტელექტის პროგრამები ხო ეს ჯერ არ არის ისე დანერგილი, ამიტომ მან მათ ხო, რასაკვირველია, ექიმის ტელეკომუნიკაციურ საშუალებებს და ხელოვნური ინტელექტის პროგრამები ეს უკვე შემდეგი ეტაპი იქნება, როცა ეს პროგრამები ან უფრო ისე იქნება მისაწვდომი და ეხლა დღევანდელ დღეს უფრო დაზუსტდება ჩარევები. უფრო დაიხვეწება და ChatGPT-ს ამასთან რაღაცა კითხვა რომ შევიყვანე და პასუხში რომ ეჭვ შემეპარა, მითხე რომ დარწმუნებული ხარ და არა ვარ დარწმუნებული, ბოდიში მოიწერა ესე ვთქვა. ანუ რეალურად ეს ჯერ მაინც გართობის დონეზე არის,
მაგრამ სამედიცინო დახვეწის ესე დავარქვათ, ხო? აი ეს უფასო ვერსიები, რაც ჩვენ მობილურებში ვიყენებთ, მოდი ეს ვთქვათ, რაც გადამოწევა საჭიროებს ყოველთვის, მაგრამ პროფესიული ვერსიები, მათ შორის აი ამ სამედიცინო ინტერპრეტაციის პროგრამები, რომელშიც არის ექსპერტთა აზრის ალგორითმები ჩადებული, ხო, ისინი უკვე სარწმუნოა და აიყენებენ ამას. მაგრამ როგორც წესი, უფასო არ არის და საკმაოდაც ძვირადღირებული. ეხლა დიდ მაქსელებმა უნდა იყიდონ და შეიძინონ და ხელმისაწვდომობა უნდა გაჩნდეს ამას. ალბათ უფრო მისაწვდომი და უფრო დანერგილი იქნება, იმიტომ რომ აი ეს ადამიანური რესურსები, აი ამ რეგიონებში ეს პრობლემა როგორც მარტო ჩვენი არ არის, კატალონიაში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ყველგან არის. ანუ როგორც ინტერნეტის ყველა ინფორმაციაზე არის ჯანგი ინფორმაციას და არის ძალიან სანდო, აი ამ ხელმისაწვდომობაში აი ზუსტად ესე დავარქვათ, რომ ესე იქნება. ის ბრენდული პროდუქცია, თავისი ვალიდაცია გავლილი და სერტიფიცირებულია, ის უკვე საიმედოა და იმას იურიდიული ისიც ექნება. ხა ჩვენი ეს chat GPT-ით ვერ გამოვიყენებთ ამას, რომ აი აქ რო წერია, ესე იგი ეს ხო, კანონი არ არის. ანუ შენი ტვინი და ინტელექტი გჭირდება, როდესაც რაღაცას კარნახობს, გეხმარება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის გარდაუვალი აქ ჭეშმარიტება. მაგრამ აი ეს რომ ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას გავაზიაროთ ერთმანეთს ვიდეო მასალა, იგივე სურათები, კომპიუტერული ტომოგრაფიის, იგივე თქვათ იქ წერილობითი ლაბორატორიული ტესტების შედეგები და ეგრეთ წოდებული კონსილიუმი ვითაკეთებთ ამას და წამებში იღებთ გადაწყვეტილებას, ეს იძლევა ძალიან დიდ უპირატესობას. სახლიდან შეგვიძლია გააკეთოთ თავის კატალონიის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ამ 2019 წლის სერბო-ვასკულური დაავადების ჟურნალში, აჩვენა, რომ ეს მოდელი მუშაობს. თან მუშაობს შეხედე განვითარებული ქვეყნის პირობებში. და ჩვენთანაც აქ ბურჯანში მოქმედა და არა მარტო გვაგეში ამაყებ მინდა თქვა, რომ ჩვენთან არსებობს ქვეყანაში ორი დიდი და ორი პატარა ქსელი ჰოსპიტალების, რომლის პირობებშიც ეს უკვე გეოგრაფიულად მოცულია, აი ამ 4 საათნახევარი ხელმისაწვდომობა დაცულია. აი ჯერ სრული მოცვა არ არის ქვეყანაში ისეთი, როგორცაც ინატრებდი და როგორც მიაღწიეს კატალონიაში, მაგრამ გაცილებით დიდი ფაქტი არის დაფარული. აჰა, გასაგებია. გაცილებით დიდი ფაქტი, ამაში არის დიდი შრომა ჩადებული. როგორც ინსულტის ასოციაციის გარკვეული სწორი და გაგებით მიდგომა სამინისტროს მხრიდან, რისთვისაც მადლობა მინდა მოვუხადო პირდაპირ და ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის. არ უნდა ჩავარდე თვითმაყოფაში, იცით, ძალიან ბევრი რაღაცა არის. ჩვენ ამაზე ველაპარაკეთ, რომ წინ უნდა წავიდეთ, დიახ. მე იცით, რაღაცეები იცვლება. ეხლა დღევანდელ დღეს იმის გამო, რომ პაციენტის ტრანსპორტირება ერთი ქალაქიდან მეორეში უფრო პრობლემურია, ხო? კარგ მოდელად ითვლება ფრინავი ექიმის მოდელი ქვია მაგას, რომ ვეთფრეში ჩასვა ინტერვენციონალისტი, ანუ ადამიანური რესურსების თემა ისე და გადააფრინო რეგიონალურ კლინიკაში, სადაც ატლაბის მოწყობილია ყველაფერი, ხო? და 10 წლის წინ ეგრე არ იყო. 10 წლის წინ მოდელი, რომელიც მადრშიპერ თქვა, გულისხმობდა, რომ პაციენტი უნდა ჩასვა და იქიდან წამოიყვანო და მიიყვანო ცენტრში და ეს მოდელები იცვლება. იხვეწება, გამოცდილებას, გაზიარებას აკეთებ. აი ესე ისეთ ღია ცვლილებებისთვის. ღია ცვლილებებისთვის. და რა თქმა უნდა, მე ყველა ჩემ კოლეგას რაღაცნაირად თხოვნითაც მოუწოდებდი მეტი თანამშრომლობისკენ. ზით კონკურენცია საჭიროა, ეს უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. და საბოლოოდ ყველა ქმედება ადამიანის გადარჩენის. რომ გავაკეთო, მე რომ უკეთ შევეცდები გავაკეთო, შენ მერე შევეცდები რომ კიდე უკეთ გავაკეთო და ეგ არის. და საბოლოო ჯამში პაციენტია მოგებული. საბოლოო ჯამში ყველა მოგებული რჩება, მათ შორის ფინანსურად და ისე რომ აი ეს რაღაცა იგივე ზოგჯერ შავი პიარის თემა, ზოგჯერ ერთმანეთის იგნორირების თემა, ზოგჯერ აი ასეთი რაღაცა მომენტები, ეს საწყენი არის და რა თქმა უნდა ამას არც ეხლა ექიმებს ადამიანები ვარ და ზოგჯერ პაციენტები ხვდებით, ხო თქვენ? გასაკურველია. ცუდი პაციენტები, თან ცუდი პაციენტები, ცუდი პაციენტები ვარ ძალიან. მაგრამ აი არ არის ეს ინდივიდუალური საქმიანობა, ეს არის მაინც გუნდური საქმიანობაა და ერთობლიობაში უფრო ძლიერები და უფრო წარმატებულები შეიძლება იყოს. აი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო კახა ბატონო კახა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმიტომ რომ ესე იგი მე სიმართლე გითხრათ აი მიუხედავად ვიცოდი რომ ესე იგი ინსულტზე ძალიან დიდი მოძრაობა იყო სამინისტროში და სულ ხედავდი რომ ეს აქტიურად იხვეწებოდა რაღაცა დიდი წინგადადგმული ნაბიჯები იყო ამ მერკლად მე მაინც სხვა სფეროში ვარ დაკავებული ესე დეტალურად შეხედული არ ვიყავი
მიხარია რომ ესე იგი სწორგზაზე დგახართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საოცრებას მეყვებით ახლა რომ ინსულტი ნამდვილად ეს არის პათოლოგია, რომელიც ერთი რომ კარგავს ადამიანს და მეორე ხანდახან დაკარგვაზე უარეს, აი ისეთ მდგომარეობაში აგდებს და ისეთ უნარშეზღუდულობას განაპირობებს, რომ შეგებრალება ადამიანი მართლა აი ასეთი სიცოცხლისთვის. თუმცა კიდევ მეორებ საყვარელი ადამიანის მოვლა ყველა ასაკში და ყველა პერიოდში მაინც არის ერთი ფუფუნება, სიკვდილს ყველაფერი ჯობია მეთქი, ამას აი სულ მეც ვახვეწები რომ არ შემასწროს ჩემი საყვარელი ადამიანებისგან თქვათ რაიმე პრობლემას და ესე იგი მინდა გითხრათ რომ მიხარია რომ ეს არსებობს, მიხარია რომ ჩვენმა მტელემაყურებელმა ახლა მოისმინა ძალიან უმნიშვნელოვანესი თქვენ ანამნეზური ფასტ სინდრომები ჩამოთვალეთ, რომელიც უნდა იცოდნენ რომ როგორც კი შეამჩნევენ რომ მეტყველება აერია, ხელ თქვათ შეეზღუდა მოძრაობა ადამიანს და სახე მოექცა, ხელი წაერთვა და ესე იგი მეტყველება დაკარგა. ეს უბრალო სიტყვები უბრალო გასაგებია, სახე მოექცა, ხელი წაერთვა, მეტყველება დაკარგა, ხო? მაგრამ ჯობია რომ აი ეს დაამახსოვრდეს. იცოდეს ხო რომ აი შეხედავს, აი მაშინვე იღებს ტელეფონს და ისრაკავს სასწრაფო დახმარების ბანკანაში. აქვე ჩემ კოლეგებს ვეუბნები რომ თქვენ არაფერს აღარ ფიქრობთ და ეძებთ უბრალოდ სად არის ინსულტის გადაუდებელი დახმარების უახლოესი ცენტრი და აი იწყება მე უკვე ჩართვა და ეს დრო 20 საათ ნახევარში უნდა იყოს ესე იგი ეს ყველაფერი მოგცავი და ამ შემთხვევაში გამოსავალი არის იდეალური. მე მინდა გითხრათ ძალიან დიდი წარმატება. მე იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ნევროლოგიაში არ არის მარტო ინსულტი, უამრავი სხვა პათოლოგიაა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე თქვენ გითხრათ, უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად ამის შემდეგ რეაბილიტაციაზე, რამდენი ხანი უნდა იყოს ეს ექიმის მეთვალყურეობის კლინიკაში, როდის უნდა მიმართოთ რეაბილიტაციის ცენტრს, რა ხანგრძლივობა, რა იმედები გქონდეს, სახში რა უნდა განავითაროთ და ეს კიდე ცალკე გადაცემის თემაა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ დიდი და ბევრი თემაა, აქ სად ვართ, იმიტომ რომ რეაბილიტაციის ძალიან ბევრი პრობლემა გქონდა და აქაც რაღაც გაჩნდა ნათელი წერტილები და ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი. ამიტომ მე დროებით გემშვიდობებით, იმიტომ რომ გავაგზავნებთ ამ თემაზე აუცილებლად საუბარს და გისურვებთ წარმატებებს. მე კი დავემშვიდობებით ჩემს ტელემაყურებელს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულ დასაფიქრებელ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მიიღეთ უამრავი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ასე ვთქვათ, ძალიან დადებით შედეგებამდე მივიყვანოს ძალიან გამოვალ სიტუაციაში, ამიტომ სასურველია, როდესაც მოისმენთ ინფორმაციას, გაავრცელოთ, სხვებს მოუყვეთ, ან მოასმენინოთ დამატებით ეს რჩევები, მე თუ ხშირ შემთხვევაში თქვენს სწორქცევა შეიძლება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა მოყვეს. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.